TBC Leasing-მა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან ერთად 10 მილიონიანი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზის პარტნიორობა განაახლეს. აქ საუბარია, რომ აღნიშნული რესურსი მიმართული იქნება ბიზნესის, როგორც ეძახიან ჩვენში, კერძო სექტორისა და მისი ზრდის, ასევე ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ. აგერ ხელშეკრულებას ყოველთვის კარგად ცნობილი ბატონი გაგა გოგუა აწერს ხელს. და ეს თანამშრომლობა BSTDB-სთან წარმოადგენს კიდევ ერთხელ დასტურს და ნდობის გამოხატულებას TBC Leasing-ის გამორჩეულად ძლიერი პოზიციების, საბაზრო პოზიციების და რისკების გონევრული მართვისკენ ქვეყნის MSME-ის სექტორის განვითარების მიმართულებით და მისი მნიშვნელოვანი გავლენისადმი. TBC Leasing-ის და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პარტნიორობის შესახებ მოკლედ ამ კვირაში დაუდგომელი იყო TBC Leasing-ის გუნდი, მოკითხვა ყველას. მოდი ვნახოთ კიდევ ერთი ჩვენი სიუჟეტი. TBC Leasing-ი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. TBC Leasing-მა და BSTDB-მ 10 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზით პარტნიორობა განაახლეს. მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიით დადასტურდა. პარტნიორობის მთავარი მიზანი მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოებისთვის გრძელვადიანი დაფინანსების შეთავაზებაა, რათა ბიზნესებმა ინოვაციისა და მდგრადობის კუთხით საინვესტიციო შესაძლებლობები გააძლიერონ. BSTDB-ის რესურსის საწარმოო დანადგარებისა და კომერციული აღჭურვილობის ლიზინგით დაფინანსებას მოხმარდება, რაც მათ კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და საწარმოო ხაზების განახლების საშუალებას მისცემს. დადგა, ასე ვთქვათ, ის დღე, როცა შევძელით გაფორმება, შემდგომიანი ტრანზაქციის ჩვენ დიდი ხნის პარტნიორთან BSTDB-სთან, რომელიც არის ფაქტიურად უნდა ითქვას პირველი ასე ვთქვათ, განვითარების ბანკი, რომელიც TBC Leasing-თან 2007 წლიდან თანამშრომლობს, და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტრანზაქცია არის ცალკეულად ყველაზე დიდი ტრანზაქცია BSTDB-სთან გაფორმებული. თავად BSTDB-ც არის ამ რეგიონში წარმოდგენილი, იქიდან გამომდინარე, რომ შავი ზღვის განვითარების, ვაჭრობის და განვითარების ბანკი არის, აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგად იგრძნობს რეგიონს, შესაბამისად ძალიან მოხარულები ვართ, რომ არის ის დობა და ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც გადაინაცვლა შემდეგ საფეხურზე. MSME სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კი ძირითადი საშუალებების შეძენისა და საოპერაციო შესაძლებლობების გაფართოებისთვის ლიზინგის ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია. აღნიშნული ტრანზაქცია სწორედ ამ ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება. ახალი გარიგების ფარგლებში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზი ნდობას, რასაც ორგანიზაცია საქართველოს ფინანსური სექტორისა და ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივის მიმართ იჩენს. TBC Leasing 2007 წლიდან ჩვენი პარტნიორია. ჩვენ TBC Leasing-თან ერთად მრავალი პროექტი განვახორციელებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რომელიც ქართული ეკონომიკის ხერხემალია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ეკონომიკას, რომელიც სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება, ხოლო მაკროეკონომიკური პერსპექტივაც ძლიერია. ეს გვიჩენს საბანკო სისტემისა და რეგიონის ფინანსური სტაბილურობისადმი ნდობას. ამიტომ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. TBC Leasing-ი ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი ინსტიტუტია ლიზინგის ბაზარზე. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ვქონოდა ახალი პარტნიორობა TBC Leasing-თან, რათა მხარი დავუჭიროთ ახალ ბიზნესებს ამ სექტორში, შევასრულოთ მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურ ზრდაში და ქართული ეკონომიკის შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წევრ სხვა ქვეყნებთან ინტეგრაციაში. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. აღნიშნული თანამშრომლობა კი BSTDB-ის მხრიდან TBC Leasing-ის მიმართ სრული ნდობის გამოხატულებაა. ბანკი ხაზს უსვამს პარტნიორის ძლიერ საბაზრო პოზიციას, რისკების ეფექტიან მართვასა და იმ გადამწყვეტ გავლენას, რომელსაც კომპანია ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებაზე ახდენს.